ჩვენ რაც უფრო მეტად ვეცდებით, აი მსგავსი საუბრებით გავაფართოვებთ კიდევ ამ სასაუბრო სივრცეებს, რომ დავუმტკიცოთ, რომ ასე ადვილად ამ კულტურული ისტორიის არევა და რაღაცა ახალი კულტურის, რომელიც არც ვიცით სანამდე მიგვიყვანს, არ არის ადვილი, მე მგონი შედეგთან უფრო დროში ყოველ შემთხვევაში უფრო მარტივად მივალთ. მე ახლა ამ შემთხვევაში ზუგდიდის მაგალითზე ვისაუბრებ. უნივერსიტეტი რეგიონული არ არის მხოლოდ უნივერსიტეტი და დარგის განვითარების საშუალება, ის არის რეგიონული განვითარების საშუალება. რეგიონული განვითარების საშუალება იმ თავითვე თუნდაც რომ აი მრავალფეროვანი საუნივერსიტეტო და საგანმანათლებლო კულტურა ქმნის ამავე დროს მრავალფეროვან ახალგაზრდულ ინიციატივებს და ემსახურება რეგიონში რაღაც საუნივერსიტეტო კულტურის განვითარებას, რომელიც ამავე დროს არის ფაქტობრივად აი დიდი ხნის განმავლობაში რო გვაწუხებდა პერიფერია და ცენტრი ერთგვარი რაღაცა საშიშროება, რაღაც დაპირისპირებული მხარეების, ამის ძალიან კარგ ბალანს, ისეც რომ ჩვენ წლების განმავლობაში ვიყავით მოწმე როგორ იყვნენ ჩვენი სტუდენტები აბსოლუტურ თანაბარ პირობებში საქართველოში, როგორც არსებობდა ცნება სტუდენტი და არ იყოფოდა დაუშვათ ვიღაცა სადღაც ზუგდიდიდან მოდიოდა თუ ვიღაცა ცენტრიდან. ყველაზე მთავარი ზუგდიდს რაც განსაკუთრებული აქვს, ეს არის აფხაზეთი. მე სოხუმის უნივერსიტეტს ძალიან კარგი ჩემი მხრიდან უდიდესი პატივისცემა, ძალიან კარგი დამოკიდებულება, მან შეიძლება აფხაზეთიდან სტუდენტების რაოდენობა დათვალოს, მაგრამ იმ კატეგორიის სტუდენტებისაც ვერ დათვლის, რაც ჩვენ გვყავს. ჩვენ გვყავს სტუდენტთა კატეგორია, რომლებსაც ალბათ საზღვრისპირა სოფლებიდან გადმოსვლა თითქმის ყოველ დღე უწევთ. რაღაც საგანგებო პირობებს, გრაფიკებს თავაზობთ, დამატებითი აკადემიური საათები გათვლილი გვაქვს და ეს ყველაფერი აკრედიტაცია ავტორიზაციის პირობებში ჩვენს ისტორიაში დევს. მე დარწმუნებული ვარ, ის პოლიტიკის ხალხი, რომლებიც ამ რაღაცა 4 გვერდიან რეფორმის კონცეფციას ჩვენ თვალწინ ესე გვიყენებენ, ბოლომდე არც ერთი უნივერსიტეტის ისტორიაში და ზოგადად ჩვენი საგანმანათლებლო საქმიანობის პოლიტიკაში კარგად ჩახედულები არ არიან. აი დღეს იყო თუნდაც ნათქვამი, რომ ის 180 დღე გონივრული ვადა, რომ პროგრამები გადავიდეს ახალ ფორმაზე და ეს 3+1 და ასე შემდგომ გავხადოთ, ფიზიკურად არ იძლევა იმის საშუალებას 19 უნივერსიტეტის პროგრამა მოესწროს, სანამ მომავალი სასწავლო წელი დაიწყება. ჩვენ მაქსიმალურად თუ ჩავახედებთ იმ ხალხსაც, იმ რეალობაში, რასაც ვემსახურებით, მაგრამ პარალელურად იცით, აი ძალიან მიყვარს ყოველთვის მოპირდაპირე, ანუ საპირისპირო მხარის მოსმენა და დღესაც უკვე ძალიან ბევრ დაინტერესებულ და ჩართულ პირს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისას მე ვესაუბრე ამ საკითხის გარშემო და ნახეთ ისმის ისეთი რაღაცები, რაც აი მათი მხრიდან თითქოს ერთგვარად ლოგიკურია, რომ აი ვთქვათ ზუგდიდში თუ მხოლოდ რაღაცა პედაგოგიურს და ბებიაჩემის დროს მახსოვს 2 წლიანი პედაგოგიური ინსტიტუტი იყო და სკოლებისთვის ამზადებდნენ პედაგოგებსო. ან დაუშვათ აგრომიმართულებას ვთავაზობთ, რას ვეუბნებით ჩვენ იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც განსხვავებული მრავალფეროვანი ინტერესი აქვთ, ამ მრავალფეროვანი კულტურიდან უნდა ქმნიდნენ რეგიონულ განვითარებას და ვეუბნებით, რომ უნდა წახვიდე მაშინ, როდესაც ეს ახალგაზრდა არათუ მიდის აფხაზეთიდან გადმოსული და ადგილზე სტუდენტი ფიზიკურად ვერ ახერხებს სხვაგან წასვლას, იქ ცხოვრებას, საცხოვრებელი პირობების შექმნას, ყოველდღიური ხარჯების შექმნას, ვერც საკუთარი თავისთვის, ვერც ოჯახი უზრუნველყოფს და არ დაგვავიწყდეს მობილობის პირობა. არც ეს მობილობა ჩვენ ესეთი რაღაც პოლიტიკური საშუალება პირველ კურსზე შეიძლება სტუდენტს ზუგდიდიდან რაღაცა ცენტრში სტუდენტობის რაღაც სურვილი კონდეს, მაგრამ ჩვენ რო ვიღებთ იმაზე არანაკლებ სტუდენტს, მე მობილობით ვიბრუნებთ უკან. აი რას ვეუბნებით, ესე ვთქვათ, იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც ასეთი ინტერესი აქვთ, რომ ადგილზე ისეთი მრავალფეროვანი გახდა ყოველწლიურად პირველივე დღიდან ვარ საუნივერსიტეტო ცხოვრების ნაწილი ზუგდიდში. ისეთი მრავალფეროვანი გახდა საუნივერსიტეტო ცხოვრება, ასაკობრივი კატეგორია, მრავალფეროვნება, სტუდენტების ინტერესები, რომ დღეს ამაზე ხელაღებით თქმა, რომ ამას შევცვლით, ფაქტობრივად ჩვენ გვიცვლის ძალიან მთავარ ჩვენს კულტურულ ისტორიას, ჩვენს კულტურულ ნიშას, რომელიც ამ ხნის განმავლობაში შევქმენით. და ეს არ არის ასე ხელწამოსაკრავი და მე დარწმუნებული ვარ, რომ დაინტერესებს ერთ ბოდის გიხდი პატარასთან მარტო ვარ და დრო და დრო ხო კიდე ერთი წუთი ჩემი ცხოვრება. ჩვენ ფაქტობრივად მეტი საუბარი გვჭირდება არა მარტო ჩვენს დაინტერესებულ პირებთან, სტუდენტია, ეს მშობელი იქნება, მოსახლეობა იქნება, თუნდაც მეზობლები, არამედ იმ ხალხთან, რომლებმაც ეს რეფორმა შემოგთავაზეს და დარწმუნებული ვარ, ისინი ჩვენი პოლიტიკის, ჩვენი ისტორიის, ჩვენი შექმნილი კულტურის მესამედსაც არ იცნობენ. არც არიან ჩახედული, რომ თვითონ მოვლენ წინააღმდეგობასთან, ჩვენ სტანდარტებთან, ჩვენს მუშაობის პროცესებთან და
ამ პროცესების ძალიან ხმამაღლა საუბარი ყველა დონეზე არის ჩვენი დღევანდელი აუცილებელი პირობა. მე მაგალითად პარალელურად ეხლა იყო საერთაშორისო გამოცდილების აკადემიური პერსონალი ვარ. 3 წლის წინ, როდესაც რუსულ-უკრაინული პროცესები დაიწყო და აქ კოლეგამ ყოველ თვე ონლაინ ჩართვები გვაქვს, ლექციები გვაქვს, შეხვედრები გვაქვს, სამეცნიერო აზრს ვავითარებთ ფოლკლორისტიკაში. მან თქვა, რომ უკვე სახელმწიფო უნივერსიტეტში მოსკოვში არ დაედგომება ესტონეთს მიმართა და პეტერბურგში დავდივარ კერძო უნივერსიტეტში, იმიტომ რომ მე სხვაგან არ მიღებენ. ყველაზე ცუდ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი, რომ მე შეიძლებოდა ის აკადემიური პერსონალი ყოფილიყავი, რომ გადავხედო ჩემს ესე ვთქვათ საქმიანობას, მე როგორც ინტერნაციონალიზებული აკადემიური პირი, ხვალ შეიძლება უნივერსიტეტში ჩემი ადგილი არ იყოს და ეს დაიკავოს ვიღაცამ სხვამ, ხომ? ჩვენ ის უნდა დავანახოთ, რომ ჩვენმა აკადემიურმა პერსონალმა საკუთარი პროფილი შექმნა ძალიან მნიშვნელოვან საერთაშორისო პირობებში. ჩვენ ძალიან ბევრი ესე სათქმელი გვაქვს იმისთვის, რომ რასარგებელი მივიღეთ ინტერნაციონალიზაციისაგან, რითაც ისევ ჩვენებმა იხეირეს. ასე რომ თუ ჩვენ ამ სათქმელს მაქსიმალურად მივიტანთ და მით უმეტეს ზუგდიდის პირობებს გავითვალისწინებთ, როცა ახალგაზრდები ფაქტობრივად განსხვავებული კულტურული, სოციალური გარემოდან მოდიან და ყველანაირ შესაძლებლობას საქმლობენ და ვეუბნებით, ან პედაგოგი უნდა იყოს, არც პედაგოგად გამოდგება კულტურული მრავალფეროვნების გარეშე გაზრდილი ადამიანი. ვერც აგრარულ სფეროს მოემსახურება. ასე რომ თუ ჩვენ ასეთი შესაძლებლობებით დღეს საკმაოდ რეზონანსულია ჩვენი შეხვედრა, ასეთებს კიდევ გავაგრძელებთ, შედეგს ნამდვილად მივიღებთ, იმიტომ რომ ვიღაცას ერთი ხელის მოსმით რაღაც რო ეჩვენება, ჩვენ ყველაზე კარგად ვიცით, რომ თვითონ წარწდება დროის პრობლემას. ასე რომ მადლობა ყურადღებისთვის, მაქსიმალურად მე მგონი ვცადეთ ჩემს პირობაში. დიდი მადლობა. დიდი მადლობა, ქავატონო ბელა.